უსაფრთხო გარემო ჯანმრთელი მომავალი ამ სახელწოდებით საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ქვეყნის წამყვანი ექიმები პირველ შეხვედრას თიანეთში მართავენ. მთავარი თემა მსოფლიო პანდემია და კორონავირუსით გამოწვეული საკითხებია. მოსახლეობასთან შეხვედრას მარიამ ლორთქიფანიძე აშუქებს და ის პირდაპირ ეთერშია. მარიამ, რა მიზანს ემსახურება დღევანდელი კამპანია? დიახლავენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უსაფრთხო გარემო ჯანმრთელი მომავალი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. დღეს აქ ექიმები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და სკოლებისა და ბაღების ხელმძღვანელებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა არის გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრის მიზანი კი უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა არის და იმ რეგულაციების შესრულების აუცილებლობაზე მსჯელობა, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაწესდა ქვეყანაში. ჩვენ ექიმები ამ ეტაპზე შეუერთდით აი ამ პროექტს, რათა გარკვეულწილად ინფორმაცია უფრო სწორად, ადეკვატურად, კომპაქტურად მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ არა მარტო კორონავირუსი არის საფრთხე საერთო ჯანმრთელობის, არამედ ინფექციები და არაინფექციებიც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის ჩვენი ჯანმრთელობის საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს კორონავირუსთან დაკავშირებით. პრევენცია, რეკომენდაციები, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან, ასევე შევეხეთ საკითხებს, თუ როგორ უნდა დაისვენოს ბავშვმა, სად უნდა იყოს ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომელი ტიპის კურორტი ჯობია. ასევე ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც ეხება ტყვის ინტოქსიკაციის პრობლემას საქართველოში. ჩვენ ექიმები და ჟურნალისტები გავერთიანდით ამ ინფექციური დაავადებების, არა მარტო COVID ინფექციის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის და ეს იდეა საერთოდ დაიბადა იქიდან, რომ ძალიან აქტიურად მოხდა თანამშრომლობა მედიის და სამედიცინო პერსონალის კორონავირუსთან დაკავშირებით და ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული იყო საქართველოს ამ თანამშრომლობის კუთხით. დღევანდელ შეხვედრაზე ექიმების მხრიდან ასევე აქცენტი გაკეთდა იმ რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის. ექიმებმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე სხვადასხვა ვირუსული ინფექციების პრევენციის გზებზეც იმსჯელეს.